მადლობა, მოიფიქრეთ ები ჭკუა როგორ უნდა ვასწავლოთ? კი, ღამეთ მას შევუღებოთ შაბად. კნობა, კარგი იდეაა, მაგრამ ძალიან რთული იქნება მაგის შესრულება. კარგი, მე დავწერე, სპორტდარბაზში ჩავკეტოთ მთელი ღამე. ნასია, რას ამბობ? მე ხომ იცის, რასაც გვიზამს. თან ჩემსავით მასაც ეშინია სიბნელის. კარგი, მასკოტ? ცივი გადასხმა ებიზე ყოველს თვალზე. ისე რა. მე დავწერე, გადავაქციოთ ები ზომბაც და შემდეგ ამ სახლიდან გააგდებენ. ვაუ! ალბათ ჩვენში ყველაზე მეტად ჩენგეზი ზღება. ყველაზე ცუდი ეგ არის. არა, უბრალოდ ძალიან მაღიზიანებს. კარგი, ჩაყარეთ თქვენი ფურცლები და მასკოტი აირჩევს, ვისი ხერხით ვასწავლეთ ების ჭკუას. მასკოტ? აბა, მინდა ვნახო ები როგორი იქნება მუქითმით. მე კიდევ მინდა რომ დარბაზში ჩავკეტოთ. გოგოებო, მზად ხართ ამის მოსასმენად. გადავაქციოთ ები ნამდვილ ზომბად და სახლიდან გააგდებენ. გასაგებია, შენი აირჩია. დიანა, ძალიან მაინტერესებს როგორ გადავაქცევთ ების ზომბად. ვფიქრობდი რომ ზიპისთვის მეკითხავ. უარს არ მეტყვის. დიანა, რას ამბობ? ერთი კვირაა ისინი არ გვინახავს. ხოთა ზუსტად მივალთ ების მივიყვანთ და ვთხოვთ რომ ზომბით გადააქციოს. დიანა, მართლა გინდა რომ ზიპმა ების აკუცოს? ხო, რა, ფიქრობთ რომ არ დამთანხმდება? არ ვიცი დიანა, ძალიან უნდა სთხოვო, ზიპს ხომ შენ უყვარ ხარ. კნოპა, მივალთ და ავუხსნი მთლიან სიტუაციას. დიანა და ყველაფერი ეგრე რომ არ მოხდეს და ზიპი რომ გადაიქცეს ნამდვილ ადამიანად და არა ების ზომბად, მაშინ მაგარი შეყვარებული მეყოლება და არა უშოსების სხვა რამეს მოვუფიქრებთ. აბა, წავიდეთ ზომების სახლში. წავედით. დიანა, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მაშინებს ეს. არა უშოს, ები ამას უკვე დიდი ხანია იმსახურებს. ბავშვებო, ყველაფერი გამოვა, წავიდეთ. მოკლედ, კნობასთვის საჩუქარი მომამზადე და იმედია მაპატიებს. სმაილ, გუშინ რა გააკეთე, ეს რა ცირკი იყო? ტრენეროები არ შეგიძლია რომ ჩემ დევნას შეეშვა. არ მიყვარ ხარ და არასდროს არ მიყვარები. მორჩა, სმაილ დაძრანდი, მაინც გოგოს ელაპარაკები. სმაილ, ამის გამო შეიძლება გაგაგდონ ამ სახლიდან. მე დიანა არ ვარ. შენთან ახალი რა არის ლეილო, მითხარი? შენ მითხარი, იპოვე ახალი შეყვარებული? კი, ნახე, ფოტოებიც მაქვს. აი, ვიღაც მაინც ერთობა. ვირთხებო, რატომ ჭყავით? მოშორდით აქედან, ვერ ხედავთ, მნიშვნელოვანი საუბარი მაქვს. ლეილო, მე გაჩვენებ, კარგი? კარგი რა იყოთ? ისეთი მაგარ ბიჭებს შევხვდი, მე გაჩვენებ. იანა, აქ ისეთი საშინელებები ხდება, ხო მივხვდი. ტრენეროები, ახალ ვარჯიში გვაქვს და უნდა წავიდეთ. ტიმურ, შენ თავისუფალი ხარ და სმაილ, გთხოვ, დარჩი. ტრენეროები, თუ ჩემ დევნას გააგრძელებ, ყოველთვის გავიქცევი. აი, როგორც ახლა. სმაილ, შენ მაინც ჩემთან იქნები. თუ ები თქვა, ები გააკეთებს. პიცა, საუკეთესო ხარ. არა, შენ ხარ ჩემი სიყვარული, ფულ შევაგროვებ და მანქანას ხო, და ერთად გავატარებთ. მეგობრებო, საკმარისია, შეწყვეტეთ ჩახუტება და მასწავლებელმა იქს ერთი მოხიტო გავუკეთეთ. გამარჯობა მასწავლებელმა იქ. კარგით, რომელი გინდათ, მარწყვის თუ ჩვეულებრივი? დღეს ცხელა, ამიტომ ჩვეულებრივი. მასწავლებელმა იქ, გამარჯობა. რაღაც გვინდა რომ ვაღიაროთ. როგორი აღიარება? კარგი ამბავია. აღარ გვინდა რომ ცუდი გოგოები ვიყოთ. ხო, აღარ გვინდა რომ ვძულდეთ. კარგი, ოჩახ გოგოებო, ძალიან კარგია. და მართლა გონიათ რომ ვინმე დაგიჯერებთ? ის იქნებ სიმართლეს ამბობენ. დაგვიჯერებენ, ლუზერებო, ჩვენ აღარ გვინდა რომ ცუდი ბაყაყები ვიყოთ. ხო, ახლა ყველაზე კეთილი არსებები ვართ ამ სახლში. ხო, შეგიძლიათ ნებისმიერ რჩევაზე მოგვაკითხოთ. აუცილებლად დაგეხმარებით. ბაყაყებო, ეს რაღაც არ გგავთ თქვენ, სიმართლე თქვით. აუ, ბაყაყებო, რჩევა მჭირდება 101 პაიმანზე პატრიკთან რა ჩავიცვა. მომისმინე, ბროვასტი, გჯერა ბაყაყების? ხო, შეიძლება. ბროვასტი, რას ამბობ? ბაყაყებს ვერ ვენდობით, რაღაცას ხვართავენ. ჯიჯი, შეგიძლია 101 პაიმანზე რითიც კიდე იმით მიხვიდეთ, თუნდაც პიჟამოთი. ბლონდი, რას აკეთებ? ჩვენ ხომ კარგები ვართ ახლა. რა უნდა ვუთხრა? ანუ ჩვენი გჯერათ? ყველაზე კეთილები ვართ. არ გჯერათ თქვენი. ცუდი რჩევა მომეცით. მეგობრებო, კოსტა და ჩემი მანქანა ხო არ გინახავთ? ვა, გამარჯობა დიმა, დაბრუნდი. აბა როგორ დაისვენე? როგორი გარუჯულია? მასწავლებელმა იქ ახლა არ მაქვს რომ ჩემ დასვენებაზე გესაუბროთ. კოსტა ჩემ მანქანასთან ერთად სადღაც გაქრა და ვერ პოულობ. კოსტა შენ მანქანას ვიღაც გოგოსთან ერთად ატარებდა. ხო, მწვანეთ მაქონდა. არა, კოსტა ჩემი მეგობარია, ამას არ გააკეთებდა. მოიცადე, ჩემი ბავშვის გულის სემა მესმის. ღმერთო ჩემო, კოსტას რა დაემართა? მგონი შიშისგან გათეთრდა. ჯანდაბ ახლა დინა უჩვენებს. ღმერთო ჩემო, ისეც ცუდადაა? აბა გამოიცანი ვინ არის? კოსტა, ვინ მოგცა ამის უფლება? კოსტა,
დიმა ძალიან მიხარია შენი ნახვა. კოსტა, ეს ვინ გაკეთდა? მასწავლებელმა იქ ხედავთ? კოსტა, ამას როგორ ახსნი? ხო, კოსტა, აბა მიდი, როგორ ახსნი? და საერთოდ ჩემგან თავის შორს დაიჭირე. დიმა, ჩემი მეგობარი ხარ. კოსტა, მე გაგაფრთხილე, რომ თუ ის მწვანე გოგო შენი შეყვარებული გახდებოდა, მე და შენ მეგობრები აღარ ვიქნებოდით. აბა ვის უნდა მანქანით გადაობა, მეგობარი მჭირდება. და კოსტა, შენ დღეიდან ჩემგან თავის შორს დაიჭირე. ჯული შეიძლება დიმას გავყვე. არა, პროვასტი, შენ დიმასთან ერთად არ წახვალ. გასაგებია. დიმა, ჯერ მაცადე, რომ ყველაფერი აგიხსნა. რანაირი მეგობარი ხარ? ჩემი აზრით კოსტას დახმარება სჭირდება. ჟენია, მიდი. კოსტა, ვფიქრობ, ჩემგან ერთი კოცნა ყველაფერს გამოასწორებს. შემეშვი. დიმა, დაბრუნდი, ყველაფერს აგიხსნი. დიმა, ჟენია, არ დაგთანხმდა? მგონი კარგია, თორემ მისნაირი გახდებოდი შენც. ხო, ასე ხდება, როცა იმ ხალხთან იჭერ კომუნიკაციას. ვა, კოსტამ ჟენიას უარი უთხრა. ხო, შემეცოდა. ბაყაყებო, რას დალევთ? მოიტოს. გოგოებო, ეს კოსტას სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. როგორ მასწავლებელმა იქ ყურადღებას არ გვაქცევს ჩვენ? ხო, ჟენიას ახლა უარი უთხრა. მოკლედ ლეილა ისეთი ბიჭები იყვნენ, უბრალოდ ვაუ. იან არ უთხარი რომ მეგობარი ყავს ლეილა? რა თქმა უნდა ვუთხარი და ამ კვირას ჩვენთან მოვლენ. მაგარია? ხო, მაგრამ არ შეიძლება უცხოების მოსვლა. მე რა, ჩვენ გავალთ. ძალიან ვთხოვთ უბრალოდ. დიანა, შენ თხოვე და დანარჩენ ზიპი გადაწყვეტს. გოგოებო, ჩუმოდიყავით. გამარჯობა ვირთხებო. გამარჯობა, სად მიდიხართ? ბანი, უნდა შეგახსენოთ, რომ დღეს თქვენია საქმეები, თუ რა არის? ხო, გვახსოვს, ყველაფერი გავაკეთეთ უკვე. ჩვენგან ნაგავი არ არის. ხო, სუფთები ვართ, მასკოტ. თქვენი არ გვჯერა. მა ჩვენ თაბა ყველაფერი. დიანა, ლეილა, ერთად როცა ხართ, უბრალოდ ვულკანია. ძალიან ცუდი დრო არჩიეთ, როგორც ყოველთვის, ახლა საქმე გვაქვს. შემიძლია დავადასტურო, გოგოებმა ყველაფერი გააკეთეს. ხო, კარგი ვულკანი ვართ. ყველაფერს შევამოწმებთ და თუ მოგბატყუეთ, მოგათრევთ უკან და ყველაფერს თავიდან გააკეთებთ. წავედით. გოგოებო, მე ჩვენება თუ იანა აქ როცა არისო, უფრო ადვილი იყო ყველაფერი. ხო, ლეილა არ იყო ასეთი უხეში. ერთად როცა არიან, უბრალოდ ვირთხების სიბრაზე გადმოდის. გოგოებო, კარგი საკმარისია, ცოტა ვიჩქაროთ. ბიჭებო, გოგოები დღესაც არ მოსულან. ხო, ალბათ კალათბურთელებს შეურიგდნენ. დღეს ნასია დამესისმრა, მითხრა ბოდიში ზაკ, მაგრამ არასდროს აღარ დავბრუნდები. მოიცა, ახლა თქვენთან უნდა ვიცხოვრო და ყოველდღე ასეთ სახეებს უყურებდე. რა მოხდა, სხვა გოგოებიც გამოჩნდებიან და იმათაც მოეწონებით. ვა, რა სიძახი გამოჩნდებიან, მე დიანა მატარდებს და მე კიდე კნობა შემიყვარდა. მართლა. და მე ნასიას გარეშე ვერასდროს აღარ ვიცოცხლებ. კარგი ბიჭებო, საკმარისია, უნდა შეეგუოთ, რომ გოგოები აღარ დაბრუნდებიან და ზომბების ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. მეგობრებო, ისე მალე საფუძს არადეგები დასრულდება და გოგოები აქაურობას სამუდამოდ ატოვებენ. ისედაც ცუდ ხასიათზეა, რატო აუარესებ? ნეტო უბრალოდ კალათბურთელებისნაირი ბიჭები ვიყოთ. ასე ყოველთვის გოგოებთან ერთად ვიქნებოდით. ხო, რო შეიძლებოდეს. გოგოებო, ახლა ბიჭებს რა უნდა ვუთხრათ? ვეტყვით, რომ ბოდიში არ გამოგუშვეს სახლიდან. არა გოგოებო, ვეტყვით, თქვენი დახმარება გჭირდება ბიჭებო. არა გოგოებო, ჯობია რომ სიმართლე უთხრათ, რო პრობლემა გაქვთ. ხო, მასკოტ, ეგრე მოიქცევით. ბიჭებს სიმართლე ვუთხრათ და ვეტყვით, რომ პრობლემები გვაქვს და მათი დახმარება გჭირდება. კარგი, წავედით. ბიჭებო, სახლში ხართ? გამარჯობა. რა? ბიჭებო, სიზმარია თუ მართლა ხდება? ჩუმოდიყავით, გონი მართლა გოგოები მოვიდნენ. მოკლედ, ემოციები არ გამოვხატოთ, ვითომ არ გვედარდებს. გამარჯობა ბიჭებო, ვიცით რომ დიდი ხანია აქ არ მოვსულვართ, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ხო, თან იმდენია საკ ძალიან მომენატრე ბოდიში რომ არ მოვსულვართ. ნასია, მოგვიანებით, ახლა საქმე გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ბიჭებო, გოგოებს უნდა დაეხმაროთ, ერთ-ერთი იმედი თქვენ ხართ. და როცა ჩვენ გვჭირდება დახმარება გახსოვართ. გოგოებო, უკვე 8 დღეა წასულები ხართ. თქვენ კიდე პირობად დადეთ, რომ მალე მოხვიდოდით. გოგოებო, ახლა რაც გინდათ ის გააკეთეთ. მოკლედ ბიჭებო, მწვრთნელი გვყავს, ები. თან სულ გვაწუხებს. უნდა რომ გაგვაგდოს ამ სახლიდან. ბიჭებო, მართლა გინდათ რომ გოგოებმა მიგატოვოთ, მათ ვერასდროს ვეღარ ნახავთ. არა, ეს არ გვინდა. საერთოდ შენ თვითონ იძახდი მაგას. კარგი, რა გინდათ? ჩვენ თქვენ გამომასწავლებლებისთან ჯგუფს არ ვაპირებთ. მოკლედ ბიჭებო, გვინდა რომ მწვრთნელიები გახდეს ერთ-ერთი თქვენგანი. ხო, და შემდეგ მას იმ სახლიდან გააგდებენ. და შევძლებთ თქვენ ყოველდღე გნახოთ, ყველაფერი უკეთესად იქნება. ისე ტრენერიები საყვარელია. სულ შეიძლება მოგეწონოს. სულ არ გინდა გოგოებს დაეხმარო და ებისაც აკოცო. და მე რა შუაში ვარ, თქვენი გოგოები არიან და თქვენ უნდა დაეხმაროთ. მე ვიღაცებისთვის კოცნას არ ვაპირებ. ზაკატ, ვიცოდი რომ არ დასთანხმდებოდი. კნოპა, ხედავ რომ ბედნიერი ხარ. გოგოებო, ამის გაკეთება არც მე არ შემიძლია. ნასია, შენ მიყვარხარ. ზაკ, ზიპ, გიყვარ ვარ. მიყვარხარ, მაგრამ გაბრაზებული ვარ. ერთი კოცნა მწვრთნელებისთან გთხოვ, ჩემი გულისთვის გთხოვ.
მხოლოდ ასე შეიძლება რომ გაკვეთილი ვასწავლოთ. ესე იგი მე დავრჩი ხო ბოლო ადამიანი ვინც აგითანხმებათ. კარგი დაუშვათ თანახმობა, როგორ უნდა დავითანხმო რომ მაგოსოს როცა არც კი მიცნობს და არ მოწონვარ. ეს პრობლემა არ იქნება, ჩვენ მოგვენდეთ. ხო, სიურპრიზი იქნება ებისთვის. როგორც პაიმანის მელთან. რა, ისევ ეგ სმაილი, მეზიზღება ეგ სახელი. სახელი არ არის, მეც სახელია და თანების თვალები დახუჭული ექნება. ზეიბ რა გინდა მარტივი ყოფილა ტრენერების თვალები დახუჭული ექნება. უბრალოდ მიხვალ, აკოცებ და წამოხვალ. ძმაო, შენ ამას შეძლებ. მეგობრებო, უბრალოდ წარმოიდგინე ტრენერების რო ვაკოცებ და ნორმალური ბიჭი გავხდე. მე რო ყველას როგორ დაგცინებთ. ხო, მაშინ შემიძლია მეც ვაკოცებ. არა, უკვე ძალიან გვიანია. ზიპ, ვიცოდი რომ ჩვენს დახმარებაზე უარს არ იტყოდი. ახლა მოვიყვანთ მწვრთნელების. რომანტიკული ატმოსფერო შექმენით. არ გუჭირდება, ისედაც თვალები დახუჭული იქნება. გოგოებო, იჩხარით რო გოგოებს არ დავიწყები ვართ. იმედია მხოლოდ დახმარების გამო არა. მიხვდებით ბიჭებო, ახლა დაეხმარებით და მე ისევ ჩვეულებრივად გაქრებია. კარგი, შენ თუ ასე იძახი, მაშინ ეგრე იქნება. გაჩუმდი. გოგოებო, აღარ ვიცი რა ვქნა, სმაილი ყოველთვის თავს მარიდებს. მწვრთნელოების სმაილს მხოლოდ თავისი დიანა უყვარს. იცით რამდენჯერ ვცადეთ მათთან ყოფნა კალთ ბურთელებთან და ყოველ ჯერზე უარი გვითხრეს. ხო, მხოლოდ ბანის ჩერლიდერებთან უნდათ ყოფნა. გოგოებო, იქნებ რამე მირჩიოთ, საიდუმლო ხომ არ იცით, სმაილს რა მოსწონს? შემიძლია მოვუმზადო საჭმელი? არ ვიცით. ჩვენ არ გვაინტერესებს სმაილი რას აკეთებს. ხო, მხოლოდ დიანა მიცის. მას კითხეთ. არ ვიცით კალთ ბურთელებზე არაფერი. გოგოებო, არ მესმის, თითქოს მხარს მიჭერს, მაგრამ არ მეხმარებით. მწვრთნელოები, გამარჯობა, თქვენ გეძებდით. ვიღაცამ პაემანზე დაგპატიჟათ და გთხოვა რომ მიგვეყვანეთ. სიურპრიზი გეულდება. იცით რომ ჩვენს ოთახში შემოსვლა არ შეგიძლიათ? ეს თქვენი ვანილის სუნამო ნერვებს მიშლის. მოშორდით აქედან. კი, ახლა ვეწავალთ მხოლოდ მწვრთნელებისთან ერთად. სმაილია? მითხრეს რომ არ მეთქვა, სიურპრიზია. მწვრთნელოები, თვალები უნდა აგიხვიოთ. ჯანდაბა რა ხდება? ნეტა ვის უნდა რომ მწვრთნელიები გააოცოს? ვინც არის სმაილი ნამდვილად არ იქნება. მოდი არ ჩავერიოთ უბრალოდ. მიდი ჩქარა. მწვრთნელოები წინ მიდით. მზად ვარ. მწვრთნელოები ნამდვილად შოკში ჩავარდებით. ხო, არ ინანებთ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მგონი ბანი რაღაცას ხლართავს. ხო, მწვრთნელებიზე. ხო, მაგრამ ჩვენთვის უსარგებლოა, ამიტომ არ გვადარდებს. დავიღალე. მისი კითხვები მხოლოდ სმაილს ეხება. დიმა კოსტას უნდა დაეხმარო, ფეხბურთელი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს. მე უბრალოდ შეყვარებული ვარ. რა შეყვარებული? კოსტა ეს დიდი შეცდომაა. მასწავლებელო მაი, კოსტამ ტელეფონის ჯიხურში დაიძინოს. ხო, გვეშინია ღამე ასეთ ადამიანთან ერთად გათევის. კარგი, ები წინ წადი, ცოტა მარცხნივ ახლა, აქეთ. ვაიმე ვეღარ ვითმენ. მოიცა რა ხდება? მწვრთნელებისთვის სიურპრიზია. მოგეთ კოსტა, რამე უნდა მოიფიქრო, თორე ვეღარ დაგელაპარაკებ. კარგი, მოღალატე ხარ. მოღალატისგან ახლა მესმის. რატომ არ გესმის? ეს სიყვარულია. მე ზუსტად ამ ადამიანებთან ურთიერთობაზე გელაპარაკებით. კარგი, კოსტა ძინებისა. ხამე მშვიდობისა. ხო, წადი დაიფიქრე შენ შეცდომაზე. მეგობრებო, ჩვენ ოჯახი ვართ და მეგობრულები უნდა ვიყოთ. და ახლა ყველანი არასწორად იქცევით. კარგად კოსტა. კარგად დიმა. იმედია ეს ტრენერიები ლამაზი მაინცაა. რა მნიშვნელობა აქვს? შენ დიანა გიყვარს? არა, აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ახინს ვაკოცო. ჩუმად იყავით, მოდია. კარგი ზიპ, იმედია გამოგივა, მაგრამ თუ არ გამოგივა, მე ვაკოცებ. მწვრთნელოები თითქმის მოვედით. შეიძლება თვალები გავახილო? არა, სიურპრიზია. მწვრთნელოები აქეთ მოდით, დაბრძანდით დივანზე. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, მწვრთნელოები, ახლა ის ადამიანი გაკოცებთ სამჯერ, ვისაც ძალიან უყვარხართ. ხო, ვუყვარ ვარ მართალია. გაიაზრა რომ მისი ოცნების გოგონა ხართ. ხო. სმაილის სუნამო შეისხი? სმაილის სუნია. ხო. ვა, მართლა აკუცის. ერთი. შეიძლება მოვიხსნა? არა, სამი უნდა იყოს. ორი. სამი. ზიპ, არ შეცვლილ ხარ. მაგრამ ები ნამდვილად შეიცვალა. ახლა შეიძლება მოვიხსნა? და ეს ვინ არის? დამშვიდით მწვრთნელოები, ახლა ამ სახლის სრულუფლებიანი წევრი ხართ. მოიცადე, მეუბნები რომ აი ამ ტიპს ვაკოცე ახლა? ტრენეროები არაფრის. ხო, ზალინასაც გაიცნობ და ახლა ორივე ზომი ჩერლიდერები იქნებით. სიურპრიზი კი არა, ეს ტყუილი იყო? დაწყნარდით მწვრთნელოები. მწვრთნელოები ძალიან გიხდებათ. რა, მე ტრენეროები, ახლა ჩვენ სახლში უნდა დარჩე. ბანი, თქვენ? მწვრთნელოები, ახლა აქ იცხოვრებთ, იმიტომ რომ აღარ შეგიშვებენ იმ სახლში. ხო, დაბრძანდით და იფიქრეთ თქვენ საქციელზე. ასე ცუდად არ უნდა მოგვიქცეოდით. გოგოებო, ჩვენ უნდა წავიდეთ, თორე მალე სახლი დაიკეტება.
მადლობა ზიპ. არაფრის, მაგრამ იცოდი, ახლა აღარ უნდა დაგვივიწყო. ყოველ დღე მოვალთ. მართლა, გოგოებო, წავედით. ნახვამდის მწვრთნელები, ნახვამდის ბიჭებო. ვინმე ამიხსნის რა მემართება? და თქვენ რა გემართებათ? ჩვენ ყველანი კარგად ვართ. მე ზუბი ვარ. მე ზაკი ნასტია შეყვარებული და მე ზიპი ვარ. და გოგოები არ არიან? ხო, ჩვენი და ზალინა და მალე მოვა. ისიც შენნაირად ჩილიდერია. ბანი, იმედი მაქვს ეს ზალინა მასწავლის როგორ დავიბრუნო ყველაფერი. ბავშვებო, ფიქრობთ რომ რაც გავაკეთეთ ძალიან ცუდი იყო? და მწვრთნელებისთვის უფრო ნაკლებად სასტიკი რაღაც უნდა გვესწავლებინა. და ლაიქეთ, ეს ვიდეო გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად! ნახვამდის! მგონი კარგი იყო.